ყოფილი პრემიერ-მინისტრის თანაშემწე თამარ ჩუგოშვილი დაასახელა. გავრცელებული ინფორმაცია ახალ სახეებში პირველად სწორედ ჩუგოშვილის ხსენებამ უფრო სარწმუნო გახადა, რომ თამარ ჩუგოშვილს ქართული ოცნება მომავალი პარლამენტის თავმჯდომარეობის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად განიხილავს. თქვენ უყურებთ ინგა გრიგოლიას დღის ამბებს 4-ზე კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დღის ამბებში 2-ზე ახალი სიის დასახელება სატელეფონო ჩართვით გააპროტესტა ივანიშვილის ყოფილმა აქტიურმა მხარდამჭერმა ნანა კაკაბაძემ. მან თქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის აგენტურა წარმოადგინა ახალ სახეებად. რამდენიმე წუთში ამ თემას უკვე სტუდიაში გავხსნით, მანამდე კი კიდევ ერთხელ ქართული ოცნების ახალი 15 წევრი, რომელთა შორისაც ცნობილი სკანდალის შემდეგ აღარ დასახელდა დავით კოღუაშვილი. ახლები, რომელთაც განათლება ძირითადად უცხოეთში აქვთ მიღებული, მაშასე ჰარვარდის განათლებით თამარ ჩუგოშვილი, ლომონოსოვის კურსდამთავრებული გიორგი გახარია, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, გერმანული განათლებით, კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ჯორბენაძის მოადგილე აკაკი ზოიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედი მოადგილე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის და ჯიპას განათლებით არჩილ თალაკვაძე, სასჯელ აღსრულების მინისტრის მოადგილე ამერიკის იურისტთა ასოციაციის წევრი თამარ ხულოდავა, ინტელექტ კლუბის რასად როდის წევრი ირინე ფრუიძე, ნოთინგემის განათლებით სამართალმცოდნე კახა კუჭავა, ადვოკატთა ალიანსის თავმჯდომარე ადვოკატი მამუკა მდინარაძე, ჰარვარდის განათლებით სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელი მარიამ ჯაში, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ნინო გოგუაძე, ევროინტეგრაციის სახელმწიფო აპარატის წარმომადგენელი რომა კაკულია, იურისტი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სოფო კილაძე, სოფო კვარცხავა, უცხოენების სპეციალისტი მუშაობდა ბრიტანეთის საელჩოში, სოფო ჯაფარიძე ესექსის განათლებით პრემიერის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერულ საკითხებში. ჩვენ ვართ თავმდაბლები, მაგრამ თავდაჯერებულები რომ გავიმარჯვებთ, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. დღის ამბებში ოცნების ამჟამინდელი და ყოფილი მხარდამჭერები, ეთერს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გახსნის, რომელსაც მე მივესალმები. დიდ მადლობას გადაუხდი გადაცემაში მონაწილეობისთვის, ბატონო ირაკლი. რა სიტყვით, ახალი გუნდი, რომლითაც თქვენ გამოხვედით, ჩვენ ვართ თავმდაბლები, მაგრამ ჩვენ ვართ დარწმუნებულები ჩვენს გამარჯვებაში. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ახალი სახეებით ქართული ოცნება იქნება სრულად მისაღები ყველასთვის, ვინც 2012 წლიდან თუნდაც ამ ბოლო წუთამდე უჭერდა მხარს ივანიშვილის გუნდს? მოგესალმებით. დიდი მადლობა ჩართვისთვის. მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. მე აუცილებლად გამოეხმაურები პრემიერ-მინისტრის შესანიშნავ სიტყვებს, რომელიც ზუსტად ასახავს ამ ახალი გუნდის შინაარსს. ჩვენ დღეს შევასრულეთ ის განაპირები, რომლითაც წარვსდებით რამდენიმე თვის წინ ჩვენი ამორჩევლის წინაშე, ჩვენ ამორჩევლებს, ჩვენ ქართულ ხალხს დავბერდით, რომ თვისებრივად განახლებული გუნდით წარვსდგებოდით ჩვენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და ეს დანაპირები ფიქრობ, რომ 5-იანზე შევასრულეთ, უბრალოდ 51-იანზე შევასრულეთ. ეს არის ახალი გუნდი, რომელსაც გამოარჩევს სწორედ ის თვისებები, რომლებიც ჩვენ გამოვკვეთეთ, ასე ვთქვათ, კრიტერიუმებად. ეს არის მათი განათლება, ეს არის მათი გამოცდილება, ეს არის მათი პასუხისმგებლობის გზნობა და ეს არის მათი ქვეყნის სიყვარული. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რომელთა საფუძველზე ჩვენ შევარჩიეთ ჩვენი გუნდის ახალი წევრები და ვფიქრობ, რომ ეს ახალი გუნდი თვისებრივად ახალ ხარისხში აიყვანს საქართველოში პოლიტიკას და პოლიტიკურ კულტურას. ჩვენ ამაზე გვქონდა მუდმივად საუბარი. ჩვენი ამოცანა არ გახლავთ მხოლოდ ჩვენი პარტიის გამარჯვება, მხოლოდ ჩვენი პარტიის გაძლიერება. ჩვენ გავართ კონკრეტული ამოცანის წინაშე, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პოლიტიკა დგას კონკრეტული ამოცანის წინაშე. ქართული პოლიტიკა საჭიროებს თვისებრივ გაჯანსაღებას და სწორედ ამ მიზანს ემსახურება პირველ რიგში ის გუნდი, რომლითაც წარვსდგებით ჩვენ ფართო საზოგადოების წინაშე. ბატონო ირაკლი, მე მაინტერესებს რა ნიშნით შეარჩიეთ ეს ახალი ხალხი. ძალიან საინტერესო ბიოგრაფია, მე გულისხმობ მათ გავლი გზას, იგივე განათლებას. მთავარი აქცენტი, რომელიც აშკარად იყო გამოკვეთილი, როცა პრემიერ-მინისტრი საუბრობდა თქვენზე ამ 15 ადამიანზე, ვინც ქართული ოცნების ახალ გუნდს წარმოადგენენ, იყო გაკეთებული სწორედ მათ უცხოურ განათლებაზე. რატომ გაკეთდა მაინც და მაინც აქცენტი ამ ყველაფერზე? იმიტომ ხომ არა, რომ 2012 წელს შეკრებილმა გუნდმა მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის ვერ გაკაჩა
იგივე საერთაშორისო მასშტაბებზე. რატომ გაკეთდა ასეთ ახალგაზრდებზე? მაგალითად, გია ხუხაშვილმა თქვა, რომ 9-1-აო ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდო ასეთი შეფასება გააკეთა, როცა თქვენი ახალი სახეები ნახა. რა სიტყვით, რითი გამოირჩევიან დანარჩენები, ხა თქვენ საკუთარ თავზე ცხადია ვერ ისაუბრებთ. პირველ რიგში აუცილებლად აღნიშნავ ის, რაც დღეს პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, ჩვენ მხოლოდ ახალი სახეებით ბუნებრივია არ წარსდგებით ამ არჩევნებში, ამ გუნდში წარმოდგენილი იქნებიან როგორც ახალი სახეები, ასევე დღევანდელი გუნდის მოქმედი წევრები, ასეთი სურათი იქნება ჩვენ საპარლამენტო სიაში, ჩვენი საპარლამენტო წარმომადგენლობა ასეთი სახით ჩამოყალიბდება, რაც შეეხება კრიტერიუმებს. განათლება მართალი ბრძანდებით ნამდვილად იყო ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი და უცხოურ განათლებაზე გაკეთდა ხედავთ აქაც აქცენტი და გარდა ამისა განათლების გარდა მე ყურადღებას გავამახვილებდი მათ გამოცდილებაზე. ესენი არ არიან ის ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ დაამთავრეს საზღვარგარეთ კონკრეტული სასწავლებელი და ამის შემდეგ დაბრუნდნენ ქვეყანაში, მათ აქვთ გარდა განათლებისა, გამორჩეული განათლებისა, ასევე გამორჩეული პროფესიული გამოცდილება. ანუ მათ განათლებასთან ერთად მრავალწლიანი გამოცდილებაც გამოარჩევთ, ეს იყო მეორე კრიტერიუმი, რომელსაც ჩვენ საუბრობდით და ამასთანავე მე ვიტყვი, რომ არც განათლება ნიშნავს არაფერს, არც პროფესიონალიზმი არ ნიშნავს არაფერს, გამოცდილება, განათლება, თუ ამას საფუძვლად არ უდევს ქვეყნის სიყვარული და მთავარი კრიტერიუმი, რომელთაც ჩვენ შევარჩიეთ ჩვენი გუნდის ახალი წევრები, გახლავთ სწორედ ის, რომ ისინი მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან იმ საქმეს, რასაც გვია ჩვენი ქვეყნის განვითარება, საქართველოს განვითარება და ამას აკეთებენ ისინი მთელი გულით. არ მიწყინოთ, მაგრამ მე განსაკუთრებით გულშემატკივრობ ხოლმე ქალებს პოლიტიკაში. შესაბამისად, ჩემი შემდეგი შეკითხვაც იქნება სწორედ ამ თემაზე. გენდერული ბალანსი დაცულია არა უფრო მეტად, ანუ 8 ქალი, 7 მამაკაცი დღეს ასე წარმოგვიდგინა პრემიერმა. და სწორედ ჩემი შემდეგი შეკითხვა უკავშირდება ქალბატონს, რომელიც პირველი დაასახელა დღეს წარმოდგენილ სახეებში. შეგიძლიათ თუ არა დამიდასტუროთ, რომ თამარ ჩუგოშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატურა, ვისაც სახელისუფლებო გუნდი მომავალ პარლამენტში უსუფაშვილის შემცვლად განიხილავს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე განიხილება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე თამარ ჩუგოშვილის და დავით ბაქრაძის სახელმწიფო მინისტრის სავარაუდო კანდიდატურები. რა შეგიძლიათ მითხრათ? რაც შეეხება ჯერ გენდერულ ბალანსს, ესეც არის, მე ვსაუბრობდი პოლიტიკური კულტურის განვითარებაზე, ახალ ხარისხში აყვანაზე და ესეც არის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით, ის რომ თავისთავად გენდერულად არის დაბალანსებული ჩვენი ახალი გუნდი, ნახევარი არიან ქალბატონები, ნახევარი მამაკაცები. რაც შეეხება თამარ ჩუგოშვილს, მე ზოგადად ვიტყვი იმას, რომ ის ნებისმიერ თანამდებობას დაამშვენებდა, თუმცა ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის ჩვენთან ასე ვთქვათ გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადანაწილდება ასე ვთქვათ საპარლამენტო თანამდებობები გუნდის წევრებზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შემდგომ მოგვიწევს მშელობა, ეს არის შემდგომი მშელობის საგანი. თუმცა ცნობილია ის ფაქტი, რომ თამარ ჩუგოშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი და სწორედ მისი თანაშემწე იყო პრემიერობის დროს. მესმის თქვენ ეხლა ვერ დამიდასტურებთ ვერაფერს, მე უბრალოდ მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ რომ ხაზი გაუსვა, სწორედ თამარ ჩუგოშვილი იყო ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე და შემდეგ, როდესაც ივანიშვილი გადადგა პრემიერობიდან, ჰარვარდში გაემგზავრა თამარ ჩუგოშვილი ჰარვარდული განათლების მისაღებად. ბატონო ირაკლი, სამი ჯგუფია ამ სიაში, ამ ახალ სახეებში, ასე შეაფასა თქვენი კოალიციის ყოფილი სუბიექტი პარტიის ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა 2 საათზე ჩვენ სტუდიაში ახალი გუნდი. ეს არისო ბიძინა ივანიშვილის, კახი კალაძის და გიორგი კვირიკაშვილის გუნდი. რა სიტყვით, ვისი გუნდით მოდის ქართული ოცნება ამ არჩევნებზე? ეს არანაირად არ შეესაბამება სინამდვილეს, რეალობას არავით არის რამდენიმე გუნდი, არავით არის 2 გუნდი, 3 გუნდი. ქართულ ოცნებაში არ არსებობს, ქართული ოცნება არის ერთი გუნდი, ეს არის პარტია, ეს არის ძლიერი პარტია, პარტიას ხავს ლიდერი, პარტიას აქვს თავისი იერარქია და პარტიაში მართვა ხორციელდება ამ იერარქიის შესაბამისად, პარტიაში გადაწყვეტილებები მიიღება ამ იერარქიის შესაბამისად და პასუხისმგებლობებიც პარტიაში არის გადანაწილებული სწორედ ამ სუბორდინაციის და იერარქიის შესაბამისად. არავით არის 2 და მეტი გუნდი ქართულ ოცნებაში არ არსებობს, ამაზე მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვისაუბრო. თამაზ მეჭიაურმა თქვა
ძალიან საინტერესო რამ ჩვენს ეთერში ისეთი სახეები შემოიყვანა ქართულმა ოცნებამ თამაშში, რომლებსაც ახლოსაც კი არ გაუვლიათ 2012 წელს ქართული ოცნების ოფისთანო. ხომ არ ფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი თქვენი ყოფილი მხარდამჭერი და თანაგუნდელი შეიძლება განაწყენდეს იმით, რომ ქართულმა ოცნებამ სრულიად ახალგაზრდა კადრებზე გააკეთა ეხლა აქცენტი? ამაში ვერ დავეთანხმები ბატონ თამას. ამ გუნდში წარმოდგენილი იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა ფორმით 2012 წელსაც პოლიტიკურ პროცესებში, სწორედ ქართული ოცნების სასარგებლოდ და ამ ძალის გამარჯვების სასარგებლოდ. ეს არის რეალობა და მთავარი არის რამ კიდევ ერთხელ, რომ ეს ადამიანები არიან შერჩეული კონკრეტული ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე და ერთ-ერთი ობიექტური კრიტერიუმი გახლავთ სწორედ პრინციპული დამოკიდებულება იმ რეალობის მიმართ, იმ მოვლენების მიმართ, რომელიც ქართულ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით სასაუბრო ნამდვილად არაფერი არ აქვს ოპონენტებს. ბატონო ირაკლი, ბიძინა ივანიშვილთან თუ იყო შეთანხმებული, თქვენ როგორც აღმასრულებელი მდივანი, რას გვეტყვით ეს სია? ანუ თითეული ახალი სახეც და ძველიც ვინც დარჩება სიაში, შეათანხმეთ თუ არა ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, თქვენს ლიდერთან? მე რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ ჩვენ გვქონდა ბატონ ბიძინასთან პირველადი კონსულტაციები მხოლოდ პრინციპებთან დაკავშირებით, როდესაც განიხილებოდა პრინციპები სიის შედგენის, გუნდის ჩამოყალიბების, ამასთან დაკავშირებით თავის დროზე გვქონდა ჩვენ ბატონ ბიძინასთან კონსულტაციები, თუმცა რაც შეეხება სიის ფორმირებას, ეს არის პარტიული საკითხი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთან პარტიული გადაწყვეტილებები მიიღება იმ ფორმალიზებული პროცედურების და იერარქიის შესაბამისად, რომელიც ჩვენთან არის დადგენილი ჩვენი პარტიის წესდებით. პარტიას ხავს ხელმძღვანელობა, ხელმძღვანელი ორგანოები და სწორედ ამ ფორმატში განიხილება ყველა პარტიული გადაწყვეტილება, მათ შორის ის გადაწყვეტილებებიც, რომლებიც დაკავშირებულია პარტიული სიის ფორმირებასთან არჩევნებისთვის. ბატონო ირაკლი, ძველი გუნდი და რა პროცენტი რჩება სიაში? თუ შეგიძლიათ თქვათ, უკვე არის გადაწყვეტილი თქვენთვის პოლიტსაბჭომ უკვე იცით ძველებიდან ვინ დარჩებიან სიაში და 1-2 გვარი მაინც თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ? ესეც ხომ ახლები არ არიან, ანუ ვინ არის მაგალითად სიაში? დღეს პროცენტის ან თუნდაც სახელების და გვარების, კონკრეტული ადამიანების სახელების და გვარების დაკონკრეტება არ იქნება სწორი, მით უმეტეს რომ ასე ვთქვათ, ძალიან მალე გახდება ცნობილი პრინციპში უკვე ჩვენი მაჟორიტარების სიას და საპარლამენტო სიაც სრული სახით. აქედან გამომდინარე, დღეს ბუნებრივია ვერ ვისაუბრებ ჩვენ სახელებზე და გვარებზე. ის თუ ვინ დარჩება საპარლამენტო გუნდში როგორც ასეთი, მთავარია ჩვენთვის რომ თითოეული ის ადამიანი, რომელიც 2012 წლიდან არის საპარლამენტო გუნდში წარმოდგენილი, არის ღირებული, მათ აქვს ძალიან დიდი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე და ეს დამსახურება პირველ რიგში გამოიხატა იმაში, რომ მათ განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს 2012 წელს ძალიან მძიმე რეჟიმის გასტუმრებაში. კი, მაგრამ აი მაგალითად 18 რიცხვში გაქვთ დაგეგმილი ქუთაისში, როგორც ვიცი, სიის წარდგენა და დღეს ჩემი ერთ-ერთი სტუმარია ომარ ნიშნიანიძე, რომელიც ქართული ოცნების აქტიური წევრია, დეპუტატი და მან ამ წუთამდე ყოველ შემთხვევაში სანამ ეს სტუდიაში შემოვიდოდი, არ იცოდა იგი ხვდება თუ არა სიაში. ანუ როგორ ფიქრობთ, ერთგვარ უხერხულობაში ხომ არ აყენებს გუნდის ლიდერშიპს ის სიტუაცია, რომ ძველებმა ეხლაც კი არ იციან, დღეს 13 რიცხვია, 18-ში გაქვთ ქუთაისში წარდგენა და მაგალითად ქუთაისელმა დეპუტატმა არ იცის არის თუ არა ის სიაში. აი ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისი, რატომ შეიძლება ძველები გაგინაწყენდნენ და აი რა სიტყვით ამაზე? ჩვენ გვაქვს ჩვენი დღესასრიგი და ამ დღესასრიგის შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილებები სიასთან დაკავშირებით და ასევე გეტყვით, რომ როდესაც ხდება სიის ფორმირება, ამ პროცესში იქნება ჩართული აუცილებლად ყველა ის დეპუტატი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი პარლამენტში. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით არც უხერხულობებს და არც სხვა რაიმე პრობლემას ანუ ჯერჯერობით არ იცით სია არ არის გარკვეული. და ყველა გადაწყვეტილება განიხილება გუნდური პრინციპით. ანუ ჯერჯერობით როგორც თქვენი პასუხიდან გამომდინარე უნდა დავასკვნა, არ იცით საბოლოო სია. ვინ რჩება და ვინ მიდის, რადგან საბოლოო სია ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის, ერთიანად გავივლით ჩვენ მაჟორიტარების სიას და უახლოეს დღეებში ეს სია იქნება უკვე საბოლოო სახით ჩამოყალიბებული. ერთი კითხვა მინდა კიდევ დაგისვა და დაგემშვიდობებით, როდესაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვაშუქებდით თქვენი ახალი სიის პრეზენტაციას, უფლება დამცველმა ნანა კაკაბაძე
რომელიც ბიძინა ივანიშვილის აქტიური მხარდამჭერი იყო და ქართული ოცნების როცა მოდიოდით ხელისუფლებაში დარეკა და აღნიშნა ასეთი რამ რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა და ამის გამოვლინება არის ამერიკის საელჩო და ახალი სია არის ახალი აგენტების სია და მან თქვა რომ ისინი არიან ამერიკის საელჩოს აგენტები და მთავარი აგენტი მან დაასახელა თამარ ჩუგოშვილი და მისი განცხადებები პოლიტპატიმრების შესახებ ამ ტიპის პრეტენზიებს ბატონო ირაკლი პარტია მოისმენს არაერთი ადამიანისგან რა გაქვთ ახლა პასუხი ამერიკის შეერთებული შტატები არის პირველ რიგში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ გვაქვს ძალიან ღირსეული ამ სიტყვას ხალხს გაუსვავ ღირსეული პარტნიორული ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ მეგობარ ქვეყანასთან რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას არავითარ არაფორმალურ მმართველობაზე არ შეიძლება იყოს საუბარი კიდევ ერთხელ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები ეფუძნება ორმხრივ ინტერესებს დიდი მადლობა მე მინდა წარმატება გისურვოთ და ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ რომ იყავით ჩვენთან ერთად ველოდებით ახალ სიას ველოდებით კიდევ ახალ სახეებს კარგად ბრძანდებოდეთ მაშასე ირაკლი კობახიძე საუბრობდა ქართული ოცნების 15 ახალი სახიდან მესამე დაასახელა იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახლა კი სტუდიაში ჩვენთან ერთად არიან ლალი მოროშკინა რომელმაც სტუდიაში შემოსვლამდე მითხრა რომ ამ